დღეს ახალგაზრდების უნარების მსოფლიო დღეა და ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა, რომ შემქმნელებსა და ასევე ფართო საზოგადოებას ვესაუბროთ ახალგაზრდებში უნარების განვითარების მნიშვნელობაზე. ეს არის მოგზაურობა, რომელიც ადრეული ასაკიდან იწყება. ამიტომ, როდესაც განათლებას ადრეული ასაკიდანვე იღებთ, სწორედ აქედან იწყება თქვენი უნარების განვითარება და ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ამის ხაზგასმა. მაგრამ ამავე დროს მნიშვნელოვანია იმის უზრუნველყოფა, რომ ახალგაზრდებს სწავლების გზაზე მუდმივად ქონდეთ უკავშირის მიღების შესაძლებლობა. ამ კვლევის ფარგლებში შესაძლებლობა გქონდა ახალგაზრდებთან გვესაუბრა და გამოგვევლინა ის სფეროები, რომლებშიც ისინი პრობლემას ხედავენ. ეს კი მათ ეხმარებათ, რომ წარმატებულები იყვნენ არა მხოლოდ აკადემიურ სფეროში, არამედ წარმატებას მიაღწიონ დასაქმების კუთხითაც. ბევრი მიმართულებით ახალგაზრდებს აქვთ დანაკლისი ამ უნარებისა, მაგალითად ციფრულ უნარებთან დაკავშირებით ახალგაზრდებს საკმაოდ კომპეტენტური არიან ხო ციფრულ სამყაროში ნავიგაციისათვის, მაგრამ მათ აქვთ დანაკლისი და ხარვეზები თქვა კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებით, ხელოვნური ინტელექტის განვითარებასთან დაკავშირებით, ასევე ძალიან სერიოზულად გამოიკვეთა ფსიქიკური ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. ახალგაზრდებს აქვთ პრობლემები თქვათ ამ უნარების განვითარებასთან დაკავშირებით და არ არის მისაწვდომი სერვისები, არ არის მისაწვდომი ცოდნა მათთვის თუ როგორ დაძლიონ ის პრობლემები, რომელიცაც ისინი აწყდებიან. ასე რომ ბევრი მიმართულებით, მათ შორის წიგნიერების მიმართულებით გამოიკვეთა, კრიტიკული აზროვნების ნაკლებობა გამოიკვეთა და ასევე ფინანსური სამეწარმეო უნარები. ეს უნარები მნიშვნელოვანი არის, რომ ახალგაზრდა იძენდეს სკოლამდელი ასაკიდან და მთელი ცხოვრება ივითარებდეს ამ უნარებს, რათა ისინი შემდგომ წარმატებული იყვნენ არა მხოლოდ აკადემიურ სივრცეში, არამედ ეს უნარები მათ დაეხმარებათ, რომ იყვნენ წარმატებული შრომით ბაზარზეც. მე აქ მოვედი, რომ ვისაუბრო იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ახალგაზრდებს მივცეთ ძალა და უნარები. ახლა მე მაქვს გავლენა მსოფლიოზე, თუმცა როდესაც შედარებით ახალგაზრდა ვიყავი, მე არ მქონდა ის შესაძლებლობა, რაც სხვებს ჰქონდათ და აქამდე მოსასვლელად წლები დამჭირდა. მე სენეგალში დავიბადე, სკოლაში არ მივლია, რთული ბავშვობა მქონდა. ამიტომ ახლა, როდესაც ახალგაზრდების განსაკუთრებით კი გოგონების შესაძლებლობებზე ვსაუბრობთ, ეს მნიშვნელოვანია. ბავშვობაში მე არავინ დამიცვა. განათლების ნაკლებობამ კი დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე. როგორც ბავშვი ვიტანჯებოდი. აქ მოვედი, რომ ჩემი ისტორია გავაზიარო. სურს ახალგაზრდები გავაძლიერო და ვუთხრა, რომ მეც მათი მსგავსი ვიყავი. ვფიქრობ, ინვესტიციების 10-20 წელი გვჭირდება იმისთვის, რომ ეს ყველაფერი შეიცვალოს.